მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ბარბარე გაბისონია, სკოლის მოსწავლე. რატო გადავწყვეტე ბარბარეს მოწვევა? ერთი რომ ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან გონიერი, აქვს ძალიან კარგი შეხედულებები და ამბევრი მიმართულებით, მაგრამ ამჯერად მინდა რომ ბარბისთან ერთად ვისაუბროთ სკოლაში არსებულ ვითარებაზე, ზოგადად კონკრეტულად ნიშნების არსებობა არ არსებობის მიზანშეწონილობას. ეხლა რატოა ეს ასე მნიშვნელოვანი? მე პირადად მგონია, რომ ზოგადად ადამიანები, აი ეს დასრული ადამიანები, თან ხშირად კაბინეტში ჩაკეტილი ადამიანები წყვეტენ იმ ადამიანების ბედს, როგორიც არის ბარბარე და მისნაირი საოცარი ხალხი. ისე რომ ამ ადამიანებს არც ვეკითხებით, რა არის მათთვის საჭირო, ჭირდებათ თუ არა, აქვთ თუ არა საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მოკლედ მე გადავწყვეტე, რომ რაღაც ერთგვარი სერია გავაკეთო, რუბრიკა თუ არ ვიცი რა შეიძლება უწოდოთ, მოусმინოთ შვილებს. ანუ ჩვენ უნდა მოусმინოთ ჩვენს შვილებს, ჩვენ უნდა მოусმინოთ ჩვენს მოსწავლეებს, იმიტომ რომ მათ იციან რა ჭირდებათ მათ. ბარბარე, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმ ენერგეტიკისთვის, რაც ახლა შემოიტანე. და ახლა ჩვენ კი ქვია ლალისთან ყავაზე, მაგრამ ამჯერად ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ვართ ლალისთან ცხელ შოკოლადზე, ყავა ჩავანაცვლეთ. თუცა შეხელა რომ ვიყავი, იცი მე რო ვსვამდი ყავას. ჩუმჩუმად. მეც სვამდი, მაგრამ მე აღარ მომეწონა რაღაც პერიოდი. გემო. კიდევ ერთხელ მადლობას გეუბნები მოსვლისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ეხლა რა მაინტერესებს? ამ ეტაპისთვის საერთოდ იმდენი რამე მაინტერესებს სკოლაში რაც ხდება, არა სკოლაში რაც ხდება კი ვიცი, მე მაინტერესებს თუ როგორ ხედავს ბავშვი იმას რაც ხდება სკოლაში, შიგნიდან როგორ ხედავთ, ხო? მე უფრო რომ რა ვიცი ძალიან კარგ სკოლაში სწავლობ, ერთ-ერთი აღიარებული სკოლა არის, ხო ბათუმში, მაგრამ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომელიმე კონკრეტულ სკოლაზე, აქ ლაპარაკი არის ზოგადად, ხო? რა ხდება ჩვენი მოსწავლეების თავს. აი შენ როგორ შეაფასებდი აი შენი თაობის ადამიანების სწავლასთან დამოკიდებულებას? შევაფასებდი ცოტა არეულად, იმიტომ რომ დღეს სკოლებში არის რაღაც გაუგებრობა. ძალიან ბევრ ბავშვს არ უჩნდება სურვილი რომ წავიდეს სკოლაში და ესე არ უნდა იყოს. ბავშვს უნდა ქონდეს სურვილი რომ წავიდეს სკოლაში, არ უნდა ეშინოდეს რომ სკოლაშიც ფორმა არ არის, რომ აი ეს ტასაცმელი რო ჩავიცვა, დამაბულინგებენ ან რაიმე მსგავსი. არ უნდა ქონდეს მასწავლებლების მიმართ აგრესია ან პირიქით. ანუ ბავშვები თვითონ სკოლაში თავს კარგად არ გრძნობენ, ხო, კომფორტულად არ გრძნობენ, ხო? ხო, ну ახლა ფორმა იქნება თუ არ იქნება, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ფორმა სადაც არის, იქაც შეიძლება იყოს, ხო? ხო, იქაც შეიძლება იყოს რაღაც. იცი რა არის? მე ასე მგონია და აი მაინტერესებს შენი აზრით, რომ თუ რაღაცა დაბულინგების წინასწარი განწყობა, დაბულინგების გარემო არის, რაღაცა არის იმაში, თქვა სკოლაში ამისი განწყობა არის, აუცილებლად მოხდება მაგას არ აქვს მნიშვნელობა იქ ფორმა გეცმება თუ არ გეცმება, ბულინგი ან უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს, მიზეზი კიდეც რო არ ქონდეს, მაინც იქნება თუ კი ამისი განწყობა არის და ამისი წინაპირობები არსებობს, უბრალოდ დამოკიდებულება თუ არსებობს მასწავლებლების და ზოგადად სკოლის ადმინისტრაციის, ხო? ძალიან რთული არის. ეს ბულინგის ყველაზე მეტად ეშინიათ, ხო, ბავშვებს, ხო? და შე როგორ ფიქრობ? და ძალიან ხშირია და არ უნდა იყოს ესე გავრცელებული. როგორ ფიქრობ, რატო ბულინგდები, რატო აბულინგებენ ბავშვებს? ეხლა მოდი ასე დავყოთ, ხო? არის ესე იგი ბულინგი უფროსების მხრიდან და არის ბავშვები ერთმანეთთან რო არიან რაღაცა აი ესეთ ყველაზე კაი შემთხვევაში ალბათ ცინიკური დამოკიდებულებით, ხო? რა იწვევს ამას?
ბავშვებს ახლა არაფერი არ აკლიათ, არ ენატრებათ არაფერი. აი 90-იანების პერიოდით რომ ვიმსჯელოთ, კარგია. ინტერნეტი არ იყო, შუქი არ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი არის. მაგრამ ალბათ უფრო მოწყენილობა რომ არიციან რაღა გააკეთონ და იქნებ მოდი დავცინებ და გავერთობი. დავსი რა. რაღა დავცინებ და გავერთობი, გავაკეთო საქმე და იმითი ბევრისგან გამიგია. ანუ დაცინვა ეს არის გართობის ფორმა, ბავშვები ასე კი, ან დაცინვასაც არ ეძახიან, უფრო გადაობა. ვეღადაოთ ერთმანეთსო, ხო? და ძირითადად როგორი ტიპის ადამიანები აკეთებენ ამას? წარმატებული მოსწავლეები თუ? არა. ცინიკური უფრო ცინიკოსები. და ეს ცინიკოსები ვინ არიან? კარგად რო სწავლობს ის ხალხი თუ სწავლაზე არ არის დამოკიდებული? ორიენტირებული რო არ არიან სწავლაზე, უბრალოდ აინტერესებთ რა მოდელის ტელეფონი გიჭირავს, როგორ გაცვიათ, როგორ გაქვს და ასე შემდეგ. და ეს გოგოებიც შეიძლება იყოს, ხო? გოგოები უფრო ხშირად. ბიჭებზე უფრო ხშირად გოგოები არიან ბოლოს. ბიჭები ეგეთ რაღაცებს არ აქცევენ ყურადღებას, ანუ დიდად არიან ისეთი ბიჭებიც, მაგრამ გოგოები ძალიან მომრავლდნენ. რო ცდილობენ რომ სხვა ადამიანების იმის გამო თქვათ როგორ აცვია და რაღაც ამის გამო რომ და თვითონ მათ როგორ აცვიათ? მათთვის მოდურად და შენ თვლი რომ მოდურად აცვიათ? ანუ ეგ ინდივიდუალურია, ეგ გემოვნებაზეა. ანუ ჩემთვის ყველა კარგია, ეგ გოგონებიც კარგი არიან, მაგრამ არ მომწონს მათი საქციელი უბრალოდ. კარგი, აი ნიშნებზე რას მეტყოდი? აი შენი აზრით, აი სკოლაში რო ნიშნები არის, ნიშნების ქონა თუ შეიძლება ბულინგის წინაპირობა რო გახდეს? კი. ზოგი მასწავლებელი არის ისეთი, რომ აი დაუშვა ჩემაჯამებელი ქონდა და მოვიდა ნიშნის გამოცხადების დრო. არ მომწონს მასწავლებლებში აი რო გამოიძახებენ გვარს და პირდაპირ ხმამაღლა რო იტყვიან ნიშანს. იმიტომ რომ ზოგ ბავშვს აკომპლექსებს. ჯობია რომ ცალკე გავიდეს, ცალკე მასწავლებლის კუთხესთან და იქ ნახოს თავიანთი ნიშნები, ნახონ. ხო, მე ელექტრონული ჟურნალი ხო გაქვს? კი, არსებობს მაგისთვის, რომ ჩაიხედო. აი, ზოგი იძახის, რომ არ ხსნის ჟურნალი და რაღაც, მაგრამ ხო შეიძლება რომ მასწავლებელმაც არ თქვას ხმამაღლა. ანუ ეს ნიშნების ხმამაღლა გამოცხადება შეიძლება ამის გამო რომ დაბულინგდეს ბავშვი? კი, ზოგიერთი ბავშვი ისეთია, რომ აი თვითონაც შეიძლება მიიღოს ცუდი ნიშანი მაგ დროს, მაგრამ აი ვინც მისთვის თვალში ცუდად მოხვდება, მაგას დააბულინგებს, ანუ სულ ერთია მან რა მიიღო, მისი ნიშანი არ აინტერესებს. მაგრამ ანუ სხვა თუ ცუდად მოხვდა მაგ დროს თვალში დააბულინგებს თუნდაც კარგ ნიშანზე. ხო. მოდი ახლა ასე ვთქვათ, თუ ადამიანს მართლა დაბულინგება უნდა მიზეს ყოველთვის მოწევდეს, ხო? და ეს ნიშანი როგორ ფიქრობ, მარტო ამიტომ არის ვთქვათ ცუდი, რომ აი ვიღაცამ შეიძლება დაითრგუნოს, აი ვინ ითრგუნება ნიშნით? ვინც მაღალ ნიშნებს ღებულობს ისინი თუ ვინც დაბალ ნიშნებს ღებულობს? ალბათ ორივე. რატო? ორივე, იმიტომ რომ მე ჩემს მაგალითს მოვიყვან, კმაყოფილი ვარ. უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ნიშნებით, მაგრამ როცა უმეტესობა არა, ერთი საგნის გარდა ყველა შენი საგნის ნიშნით კმაყოფილი ხარ, ერთი რო გიფუჭებს, მაინც ითრგუნები. და არსებობს ბავშვები, რომ ყველაში ითრგუნებიან, იმიტომ რომ წერითში უჭირთ, ანუ ზეპირში არიან იდეალურები, მაგრამ წერით ვერ წერენ. ჩემი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. და არსებობს, ან მე ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში შეიძლება დაითრგუნოს.
ესე იგი ნახე, შენ ახლა როგორ საინტერესო რაღაცა თქვი, მაგას ლაპარაკობს ამერიკელი თეორეტიკოსი ასეთი ჯონ ჰოლტი, რომელიც ამბობს, რომ ეს ნიშნებიო ორივე ტიპის ბავშვისთვის არისო სტრესიო. ესე იგი, ვინც დაბალ ნიშნებს ღებულობს, იმისთვის ხო თავისთავად სტრესია, იმიტომ რომ ნიშანს ვერ ღებულობს და ვინც მაღალ ნიშანს ღებულობს, იმათვისაც სტრესია, იმიტომ რომ სულ პასუხისმგებლობა აქვს, რომ ეშინიათ, რომ რაღაცა ძველი ნიშანი არ მიღო. მუდმივად რომ კარგ ნიშანს იღებ, მერე უცებ რომ ჰოპ და ცუდი ნიშანი მიიღო, ბავშვებიც გამოგიხტებიან, რომ შეხედე იმან ცუდი ნიშანი მიიღო და როგორ მოხდა და ასე ნიშნით აფასებთ ერთმანეთს ბავშვები? მე მახსოვს, მე 5-6-იანი ვიყავი და 60-იანი მეგობრები მყავდა, მაგრამ მაგითი არ კარგი საზღვრავს. მე არ საზღვრავ ეგრე მეგობრებს. ჩემთვის სულ ერთია როგორ სწავლობს. რა მნიშვნელობა აქვს რა ნიშანი? მათემატიკაში რა ნიშანს მიიღებს თუ კი არა? რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა მოდი ეხლა შენ რაღაც ძალიან ნეგატიურად საუბრობ ხო ამ ნიშნების ინსტიტუტზე, ჩემსავით მართალი გითხრათ, მეც მასე ვფიქრობ და იმიტომაც მოგიწვია ახლა რომ თანამოაზრე გამიჩნდა შენი სახე. აი ახლა მოდი ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, რომ აი თქვათ ნიშანი აღარ არის სკოლაში. აი რისთვის უნდა მივიდეს მაშინ ბავშვი სკოლაში? ნიშანი ხო ერთ-ერთი მოტივაცია არის, ვისაც სკოლაში მიდიან ხო ბავშვები, ხო? მაგალითს მოვიყვან, ეხლა ლოგიკის კლუბში დავდივარ და მაქედან მოხვდი ამ გადაცემაში ზუსტად. ლოგიკის კლუბში ჩემი მოსწავლე არის, ძირბოს მაყურებლებო ხო? ლოგიკის კლუბში ხომ ნიშანს არ ვიღებთ, მაგრამ მაინც ვიმახსოვრებ და მაინც მეგოქვს რაღაც აქედან ხო? ჩემთვის უფრო კარგად ვწავლობ ესე, იმიტომ რომ არ ვარ დაძაბული, რომ ეხლა ცუდ ნიშანს მივიღებ, ეგრევე რო ვერ დავიმახსოვრო. აი თუნდაც გამრავლების ტაბულაზე იყო ან ამოცანების სწორად მიდგომაზე თუ როგორ უნდა ამოვხსნათ. დაძაბული არ ვარ, რომ აი ეს რო უცებ ეხლა კარგად ვერ ამოვხსნა, ცუდ ნიშანს მივიღებ, მაგრამ რო არ ვარ დაძაბული, მაინც ვწავლობ. ან მასწავლებელი ცუდად შეგაფასებს ან რაღაცა, ამის შიში რო არა გაქვს. კარგი, ახლა შენ როგორ აიცი, ერთია რომ მაინც ადამიანების სუბიექტურები ვარ და ყოველთვის საკუთარი თავიდან ამოვდივარ და ხა შენნაირი მოტივირებული და შინაგანი მოტივაცია რო აქვს ადამიანს, ასეთი ადამიანი ნუ გასაგებია ახლა შენთვის საინტერესოა პროცესი და ამ საინტერესოობას მოყავხარ, ხო, თქვათ სადაც დადიხარ, მე ვიცი რომ სხვადასხვა კლუბებში დადიხარ შენ და ვცდილობ რომ შენ თვითონ განავითარო საკუთარი თავი, მაგრამ მე ვლაპარაკობ როგორ ადამიანზე, იცი, აი რო აი არაინტერესებს თქვათ რაღაცა და ნუ ნიშანი არის მისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. ასეთმა ადამიანმა რა უნდა გააკეთოს შენი აზრით? ჩემი აზრით ნიშანი რო არ იქნება, უფრო მოტივირებული იქნება, თავისუფლად იქნება პირველ რიგში და ეგ მოეწონება და დაძაბული აღარ იქნება ნიშნის გამო. მოკლედ ეს ნიშანი გძაბავს ყველას, მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც. კარგი. ეხლა მოდი ეხლა რა მითხარით? აი ნიშანი როცა არ არის, მაშინ მასწავლებელს რა ინსტრუმენტი აქვს ხელში, რითი შეიძლება რომ ბავშვი შეაფასოს. მასწავლებელს ხო რაღაცას აკეთებს არა და ეს ნიშანი მისთვისაც ხო მისი მუშაობის შეფასებაცაა ერთგვარი. კი, ნიშანი არის ჩვენი სწავლის გაზომვა. ხო. ისე ეს ნიშნები ზომავს სწორად ჩვენ დონეს? ახლანდელ დროს თუ დაუბრუნდებით, სადღაც კი, მაგრამ ძველ დროში ყველაფერი ჩაწყობით იყო, ამიტომ არ მგონია გაეზომა, მაგრამ ხო, ნიშანი რომ არ იყოს, მასწავლებელს შეუძლია ჩაწეროს კომენტარი, რომ აი მაგალითად თუ ბავშვი კარგად მოყვება გაკვეთილს, კარგად მოყვა გაკვეთილი და დაამთავროს. ანუ ნიშანი არ ამახოს. არ გამოსახოს და თუ არ მოყვება გამტკიცოს ეს რო ჩაწეროს უმჯობესი იქნება. ანუ გამოდის რომ ეხლა ნახე ცოტა შორის მაგაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი მე როგორც მასწავლებელი ხო ესე იგი სადაც
აი მე უნივერსიტეტში წერ ნიშნებს, ხო, როგორც ლექტორი და აქა საკვირაო სკოლაში, ლოგიკის კლუბში, მკითხველთა კლუბში, ყველა სხვა დანარჩენ კლუბში, რომელიც ჩვენ საკვირაო სკოლის ბაზაზე არსებობს, არსად არ წერ ნიშნებს, ხო? და ეხლა ნახე რა ხდება. როდესაც აქ მუშაობ, დაგეგმვა ჩემი საგაკვეთილო პროცესის არის სხვანაირი. იმიტომ რომ ჩემგან ქულას არავინ არ ელოდება და მთლიანად ვცდილობ რომ ავაგო საინტერესოობაზე პროცესი, რომ პროცესი უნდა იყოს იმდენად საინტერესო და მიმზიდველი, რომ ბავშვის მოსწავლის ჩართულობის ხარისხი უნდა იყოს მაქსიმალური. ანუ მთლიანად მთელი თავისი არსებით უნდა იყოს აქ ამაში ჩართული. აი ახლა როცა უნივერსიტეტში ამას ვაკეთებ, ვცდილობ, რომ რა თქმა უნდა საინტერესო უნდა იყოს პროცესი, მაგრამ იქ აუცილებლად ვალდებული ვარ, რომ დავტოვო ადგილი შეფასებისთვის. და იმიტომ რომ სტუდენტი ჩემგან მოელოდება შეფასებას. ანუ და მქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი დავგეგმე რაღაცა, ძალიან მაგარი აქტივობა და ველოდები ახლა, რომ აი ახლა მივალ იქ და რაღაცა ამას გავაკეთებ რაღაცა და გადამული ლექციები მქონდა. და პირველ საათზე მქონდა შეფასება და მერე მქონდა ეს ჩემი აქტივობა დაგეგმილი. გავიხედე ეს შეფასება რომ გაიარა და ეს ჩემი ძალიან საინტერესო აქტივობაზე დაადო თავი და სულ ყველა წავიდა სტუდენტი, 2 თუ 3 სტუდენტი დამჭა აუდიტორიაში. რა თქმა უნდა იმათანაც ვიმუშავე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც უმაგისობაა, ხო? ახლა რა გვეშველება აი ასეთ მოცემულობაში? როგორ ფიქრობ? ძალიან რთულ კითხვებს გისვამს, ამ კითხვებს უტრიალებს ყველა თეორეტიკოსი მსოფლიოში, თუ კი ვინმე განათლების საკითხებით არის დაინტერესებული, ყველას წინაშე ეს კითხვები დგას და შენეული ვერსია რა იქნება პასუხის? ნებისმიერ პასუხს მივიღებ, იმიტომ რომ არ არსებობს ამაზე ცალსახა პასუხი, ხო? ჩემი აზრით, აი, თუ დავტოვეთ ეს ნიშანი, ხო უნდა ავწიოთ მაღალ ნიშნამდე. ანუ მაღალ ნიშნამდე რას ნიშნავს? ესე იგი, ნიშანი თუ დავტოვეთ, ყველას უნდა ქონდეს მაღალი შეფასება? არა, მაგას არ ვამბობ, მაგრამ დამაკმაყოფილებელი მაინც რომ იყოს პატარ-პატარა აქტივობებით, სადაც ჩაიწერება ნიშანი, უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში გაკვეთილი უნდა გახდეს საინტერესო და ნიშანს ასეთ ცუდათაც ვერ მიუდგებით. კარგიც არის ერთის მხრივ, მაგრამ ან ზოგიერთი ბავშვმა შეიძლება ნიშანი რომ მოიხსნება იფიქროს, რომ აი რასაც მინდა ეხლა იმას გავაკეთებ და თუ მინდა არ ვისწავლი, იმიტომ რომ ნიშანი არ იქნება. ხო, ესეც არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ნიშანს დავტოვებთ, უნდა ჩანაცვლდეს ეს რთული პროგრამები, პატარ-პატარა აქტივობებით, სადაც იქნება შეფასება. ხო, ეხლა მე რას ფიქრობ, იცი? ესე იგი ნიშნის მოხსნა ეს იქნება ძალიან დიდი გამოწვევა თვითონ განათლება. იცი რა, შეიძლება რომ სხვანაირად შეფასდეს, არა რაღაცა ერთ 10 ქულიან ან რაღაცაში, არამედ რომელიმე კონკრეტული მოქმედების, რაღაცა პროექტები გაკეთდეს, თქვათ ეს პროექტები ბავშვმა თვით შეფასება თვითონ გააკეთონ, ასეთი რამე შეიძლება. შეიძლება რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცა თამამთარი ბოლოს გაკეთდეს რაღაცა ტიპის გამოცდა, ვთქვათ, ან რაღაც დასკვნითი, სადაც ქულა დაიწერება. ანუ ეს მიმდინარე ქულები რომ მოვხსნათ, ნახე ახლა აღარ გამოდის, ხვდები? თუ მიმდინარე ქულა მოხსენი და ბოლოს გამოცდაზე დასვი მარტო ქულა, შეიძლება ის ქულა უკვე სტრესული იყოს ბავშვისთვის კიდევ უფრო, იმიტომ რომ მანამდე არ ექნება საკუთარი თავის შემოწმების თუ გადამოწმების საშუალება. ხვდები, ანუ არ გამოდის სანახევროდ, ან უნდა მოხსნათ მთლიანად ეს ქულები, უნდა მოიხსნას, ან უნდა დარჩეს მთლიანად ეს ქულები. და ისე არსებობს სოფლიოში სხვადასხვა ტიპის გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა რომ გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას, ხო, მანამდე, ხო? რა ვიცი, ადამიანებმა, რა ვიცი, საბეჭდი დასგა გამოიგონეს, ბევრი რამე გააკეთეს, ისე რომ არც სკოლაში შეუვლიათ და არც ნიშნები მიუღიათ, ხო? ბოლოს და ბოლოს, რა ვიცი, გამოქვაბულიდან გამოსვა და სახლის აშენება მოახერხა ადამიანმა, ისე რომ ნიშნები არ დაუწერია მისთვის მასწავლებლებს.
ხო, აი რაღაცა მუდმივად ამ ემაში ვართ, ხო, რაღაცა აქვს თავისი პოზიტიური მხარე, რაღაცა აქვს თავისი ნეგატიური მხარე, მაგრამ ერთი არის, რომ ეს ნიშნები როგორც კარგ ისევე ცუდ ბავშვს უქმნის სტრესებს და პრობლემას უქმნის. და მართლაც არ მიფიქრია, რომ ნიშნის გამო თუ ერთმანეთს აბულინგებდნენ მოსწავლეები, მაგაზე არ მქონდა ნაფიქრი, ეს სიახლეა. ნებისმიერზე დააბულინგებ. კი. იპოვი და დააბულინგებ რაიმე ნაკრს. კარგი, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ, რა დასკვნა გავაკეთოთ ახლა? გვინდა ეს ნიშანი თუ არა ბოლო-ბოლო? მე ვფიქრობ, რომ მაინც არ გვინდა. ხო, ავწოდავწონეთ და მაინც არ გვინდა. რომელია ესე იგი უფრო მეტი არგუმენტები ნიშნის მოხსნისკენ დაიდო, ვიდრე ნიშნის არსებობისკენ, ხო? არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი, რო არ იყოს ნიშანი, შენ ივლიდი. კი, შენაირი ადამიანი ივლიდას. მე მგონია, რომ ვისაც დაბალი ნიშნები ყავს, ისიც ივლიდა უფრო სკოლაში. იმიტომ რომ უფრო სოციალიზაციის დატვირთვა ექნებოდა სკოლას, ექნებოდა უფრო თავისუფლად იქნებოდნენ. დაძაბული არ ხარ, ხო? და ბულინგით ნაკლებად იქნება, იმიტომ რომ ბავშვების დიფერენცირება კაი ნიშნოსნებად და ცუდ ნიშნოსნებად აღარ იქნებოდა, ხო? აი, სამოსნებად, ოროსნებად. ჩემ დროს სამოსნობა და ოროსნობა იყო. თქვენ დროს ათოსნობაა, ხო? რომელია ის ქვედაზღვარი, რომლის ქვევით ნიშნის მიღება სირცხვილად ითვლება? 8. 8-ზე დაბალი სირცხვილია, 8-9-10 კაი ტიპობაა, ხო? 8-ს აღარ, 9-ს ნეიტრალურია, 10 თუ მიიღე, მაგარი ხარ. გასაგებია, გასაგებია. 8 ნორმალურია, 9-ს კარგია, 10 მაგარი ტიპი ხარ რა. ათოსნობა კაი ტიპობა და ეს 10-იანები დასახურებლად იწერება ობიექტურად? დამსახურებულად შენი შრომის მიერ. არავინ არ მოგიმატებს და დაკლებაზე არ აქვთ უფლება უბრალოდ. ეხლა რა მაინტერესებს, იცი? რამე ხო არა ისეთი, რაც გინდოდა გეთქვა და მე არ მიკითხავს. რამე ხო არ დაგრჩა ისეთი სათქმელი. არა, ყველაფერი თქვენ. კარგი. ეხლა მაინტერესებს ყავის შესახებ შენი წარმოდგენები. აი ჩვენს იმას ქვია ლალისთან ყავს და ფინალისკენ ბოლოს კი ყველას ვეკითხები, რომ აი როგორია თქვენი დამოკიდებულება ყავასთან, იმიტომ რომ ყავა ჩემთვის არის სასიცოცხლო აუცილებელი სითხე. ძალიან მიჭერს ყავის გარეშე. ჩემთვის ჩაი. ჩაი ხო. ხო, ძალიან კარგია რომ ასე ხარ. მე მახსოვს შეხელა რომ ვიყავი ჩვენთან უბანში ასე გალები გვყავდნენ მას. ყავას ხელსაფქვავები იყო ასეთი და ჩვენ ბავშვებს გვაფქვევინებდნენ და სულ იმაშვებდი გაურბოდი მაგას რომ ჩემთვის არ შემოეჭეჭებინათ ეს საფქვავი რომ არ გავხდარიყავი ეს ტრაფიკინგის ძალიან ნერვი ულობდი მოკლედ რომ მაფქვევინებდნენ ამ ყავას და ეხლა კარგად მახსენდება ის სული და ის შეგრძნებები და ის ხმა იმის ყავის საფქვავის აი მახსოვს დედა ჩემი და მეზობლები რო იკრიბებოდნენ და ყავას სვამდნენ და სულ მიყვარდა მიყურადება. მოკლედ ქალები რო ერთმანეთში საუბრობდნენ, რაღაცა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. ხო, შეცვალს ხა. კი. ეხლაც. რა თემებზე საუბრობენ? ბავშვობაში ძალიან კარგად მახსენდება მეც, მაშინ ცხოვრობდი კერძო სახლში, ბებოსთან. და მეზობლები ძალიან ხშირად მოდიოდნენ და საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. მოყავდა შვილიშვილები, ჩემი ტოლები და ჩვენ ცალკე ვთამაშობდით და ჩემი დეიდა უყვარდა ჩემი გახალისება და ჩუმად მალე ვინებდა სამზარეულოში ყავას. ჩვენ ჩუმად სვამდით ყავას და მისაღებ ოთახში დიდები საუბრობდნენ. აი ასეთი დევიანტები ვიყავით. იმიტომ რომ ბათუმში ყავა ეს არის ურთიერთობის ფორმა. მე არ ვიცი არის თუ არა ყავა ცუდი, საერთოდ გადაჭარბებული ყველაფერი ცუდია, მაგრამ ყავის ცუდთვისებაზე საუბარი და ფიქრი არ მინდა. ასე რომ მიყვარს ყველა ადამიანი ვინც ჩემსავით ფიქრობს. ძალიან დიდი მადლობა ბარბი. იმისთვის
რაც გააკეთე იმისთვის, რომ მოხვედი ჩემთან, იმისთვის, რომ შენი შეხედულებები გამოთქვი. მე მგონია, რომ ბევრისთვის იქნება ეს საინტერესო შენი ტოლებისთვისაც, რა ვიცი, უფროსებისთვისაც, იმიტომ რომ უნდა შევეკითხოთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც კეთდება ზოგადად განათლების სისტემა და განსაკუთრებით შენნაირ ადამიანებს. მოკლედ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე, თუმცა ამჯერად ვიყავით ცხელი შოკოლადის თანხლებით. ჩემი სტუმარი იყო ბარბარე გაბისონია და ჩვენ ვიყავით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. იმედი მაქვს, რომ მოსაზრებებს გამოთქვამთ კომენტარებში, იმიტომ რომ მგონია, რომ მართლა აქტუალურ საკითხს შევეხეთ.